საქართველოს სავალუტო რეზერვები სექტემბერში 224 მილიონი დოლარით გაიზარდა, ამ და სხვა სიახლეებზე გიყვებით რამდენიმე წუთში. ფინანსთა სამინისტრო 500 მილიონის ევრო ობლიგაციების რეფინანსირებისას საპროცენტო განაკვეთის მატებას ელისმ. თბილისის მეტროს ახალი ვაგონების მოწოდება 2027 წლიდან დაიწყება. ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ კონტრაქტი არსებობს, რომლის ფარგლებშიც პირველი ავანსი მოსალოდნელია, რომ ამ თვეში გაიცეს. მშენებლობა ისევ გრძირდება, მშენებლობის წლიური ინდექსი 4%-ზე მეტად არის გაძვირებული. მთავრობა მოსავლის მართვის კომპანიას რთველის სუბსიდირებისთვის თანხა 50 მილიონიდან 75 მილიონამდე გაუზარდა. მოგესალმებით, ეს BMG რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბუტაძე წარმოგიდგენთ. ევროკავშირის მიერ არჩევნებისა და არჩევნების შემდგომი სიტუაციის შეფასება ძალიან ნათლად არის გამოხატული უმაღლესი წარმომადგენლის კალასისა და კომისარ კოსის ოფიციალურ განცხადებაში. გთხოვთ იხილოთ კვირას გამოქვეყნებული განცხადება ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაվել ჰერჩინსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საკითხზე მეტ კომენტარს ვერ გააკეთებს. ჰერჩინსკი, რომელიც უწყებაში საქართველოში აკრედიტებულ სხვა ელჩებთან ერთად იმყოფებოდა, ამბობს, რომ სამინისტროში წარადგინეს ხელისუფლების შეფასება, რად მოხდა თვითმმართველობის არჩევნების დროს და მის შემდეგ. შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა მაკა ბოჭორიშვილმა, ელჩები საყვედურისთვის არ დაგვიბარებია, ელჩები დავიბარეთ იმისთვის, რომ მიგვეწოდებინა ობიექტური ინფორმაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ობიექტურად იყოს საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასებული და გაკეთდეს ობიექტური და სამართლიანი განცხადებები, განაცხადა მინისტრმა მედიასთან. მისი თქმით, საუბარი შეეხო გამოხმაურებებს, რომლებიც იყო საერთაშორისო თანამეგობრობის და აქტორების მხრიდან და რომლებიც ხშირ შემთხვევაში მისი შეფასებით არასწორად ასახავს და ეხმაურება განვითარებულ მოვლენებს. მე მომიწვიეს ჩემს კოლეგებთან ერთად საგარეო საქმეთა სამინისტროში. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ წარმოადგინა ხელისუფლების შეფასება მომხდართან დაკავშირებით, არჩევნებთან და არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ. არჩევნებზე და არჩევნების შემდგომ ევროკავშირის შეფასება ძალიან მკაფიოდ იყო გამოთქმული უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასისა და ევროკომისარ კოსის ოფიციალურ განცხადებაში. გთხოვთ იხილოთ კვირას გავრცელებული განცხადებები. მეტი კომენტარი არ აქვს. საუბარი შეეხო გამოხმაურებებს, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ საერთაშორისო თანამეგობრობის და აქტორების მხრიდან, ხშირ შემთხვევაში რომლებიც არასწორად ასახავს და ეხმაურება განვითარებულ მოვლენებს და ქმნის მცდარ აღქმებს და წარმოდგენებს საქართველოსთან დაკავშირებით. ის განცხადებები, რომელიც ჩვენ კონკრეტული პირებისგან მოვისმინეთ და რომელიც რამდენიმე ქვეყნის მიერ იყო გაზიარებული, არასწორად ასახავს ქვეყანაში. გამოდის, რომ საყვედურისთვის დაიბარეთ ელჩები, ხომ? უსაყვედურეთ ამის გამო. ელჩები საყვედურისთვის არ დაგვიბარებია, ელჩები დავიბარეთ იმისთვის, რომ მიგვეწოდებინა ობიექტური ინფორმაცია. ის რომ ქართული ოცნება დღეს აქტიურად საუბრობს, აი იყენებს ამ სიტყვათა წყობას, ელჩის გაძევება არ არის ამის მომზადების ნიადაგის მომზადება. ასევე უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვაფასებთ ყველა იმ მოვლენას, რომელიც ჩვენს გარშემო ვითარდება, ყველა ელჩის ქმედებას. თუმცა ასევე გვაქვს ჩვენი პრინციპები, მოქმედების, რჩებით ცალმხრივად მეგობრობის, პარტნიორობის რეჟიმში იმ ქვეყნებთანაც კი, რომლებიც უხეშად ერევიან ჩვენი ქვეყნის. არ გამორიცხავთ. საქართველოს სავალუტო რეზერვები იზრდება, სექტემბერში ქვეყნის სარეზერვო აქტივებმა 224 მილიონი დოლარით მოიმატა და 5,42 მილიარდ დოლარს მიაღწია. წინა წელთან შედარებით რეზერვები 15%, ანუ 715 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. რეზერვების მატება ძირითადად ეროვნული ბანკის მიერ მსხვილი შესყიდვებით არის განპირობებული. 2025 წლის განმავლობაში სებმა უკვე $1.5 მილიარდი შეისყიდა. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც რეზერვების ზრდის ოქროს გაძვირება, ეროვნულმა ბანკმა, როგორც იცით, 2024 წლის გაზაფხულზე 7 ტონა ოქრო $500 მილიონ იყიდა, თუმცა მას შემდეგ ოქროს ფასი მკვეთრად გაიზარდა და ამჟამად აღნიშნული პორტფელი უკვე $877.8 მილიონ შეადგენს. შესაბამისად, ოქროს გაძვირებამ საქართველოს საერთაშორისო რეზერვები $378 მილიონით გაზარდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვები პიკურ მაჩვენებელზე 2023 წლის აგვისტოში იყო. აღნიშნულ თანხასთან შედარებით ამჟამად რეზერვები $11 მილიონი ნაკლებია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეროვნული ბანკი დოლარის შესყიდვებს აგრძელებს, სავარაუდოდ ოქტომბრის განმავლობაში რეზერვები გაიზრდება.
მთავრობა ევრობონდების რეფინანსირებისას განაკვეთის გაძვირებას ელის. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ BMG-ს განუცხადა. მისი თქმით, ამას 2021 წელთან შედარებით საფინანსო ბაზრებზე განსხვავებული ვითარება განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა ბონდების რეფინანსირებისთვის 2026 წლის გაზაფხულზე ემზადება და აპირებს, რომ 500 მილიონის ახალი ევროობლიგაციები გამოუშვას. სწორედ ახალი ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მოხდება 2021 წელს გამოშვებული ევრობონდების დაფარვა. მზადება ამ კუთხით უკვე დაწყებულია. ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში მონაწილეობის მისაღებად მთავრობას დაანონსებული აქვს, რომ მოლაპარაკებებს გამართავს JP Morgan-თან, Citibank-თან, Barclays-თან და Goldman Sachs-თან, ასევე სხვა გლობალურ საფინანსო ორგანიზაციებთან. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციები, რომლის რეფინანსირებაც მომდევნო წლის განმავლობაში უნდა მოხდეს, 4.75%-იანი კუპონით იყო გამოშვებული. შესაბამისად, საქართველოს ამ ობლიგაციების მომსახურებაზე ყოველწლიურად მთლიანი თანხის 4.75%-ს ხარჯავდა. მომდევნო წლის დასაწყისში გეგმოთ, რომ ახალი ევრობონდების ემისია გავაკეთოთ და შესაბამისად მოხდეს ევრობონდების 21 წელს გამოშვებული ევრობონდების რეფინანსირება. განაკვეთის გაძვირება, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, გამომდინარე იქიდან, რომ 2021 წელთან შედარებით მსოფლიო ბაზარზე განაკვეთები გაზრდილია, როგორც ევრიბორის ნაწილში, ასევე ამერიკის ფედის ობლიგაციების ნაწილში განაკვეთები გაზრდილია და ეს, რა თქმა უნდა, იქონიებს გავლენას ევრობონდის გამოშვების დროს, თუმცა თვითონ რისკის ნაწილში, რაც არის განსხვავება თუნდაც ფედის განაკვეთთან შედარებით, ამაში დიდი სხვაობა ვფიქრობ, რომ არ იქნება. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დღეს BMG-სთან განმარტა, რატომ მოხდა ცხათვის გეგმასთან სხვადასხვა გადასახადებში ჩამორჩენა. მისი თქმით, ჯამურად დაგეგმილი მაჩვენებელი 100%-ზე მეტად არის შესრულებული, თუმცა გარკვეული სახეობების მიხედვით არის განსხვავება. მათ შორის მოგების გადასახადში კლება ბანკების შედარებით ნაკლებ მოგებას უკავშირდება. საფინანსო სექტორიდან მისაღები მოგება იქნება მნიშვნელოვნად ნაკლები, ვიდრე ეს შარშანი იყო, განაცხადა დღეს გაკაურიძემ. რაც შეეხება დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილს, აქ ძირითადად იყო იმპორტის არა იმდენად ზრდა, რამდენად დაგეგმილი იყო, განმარტავს ფინანსთა მინისტრის მოადგილე. აღსანიშნავია, რომ ოპერატიული მონაცემებით 9 თვის შესრულებისას მოგების გადასახადში გეგმასთან ჩამორჩენა 211 მილიონი ლარი იყო. ასევე გეგმას 101 მილიონი ლარი ჩამორჩება დამატებული ღირებულების გადასახადის შესრულება, აქციზის გადასახადის შესრულება კი გეგმას 22 მილიონი ლარი ჩამორჩებოდა. ასევე გეგმასთან ჩამორჩებნა არის 6 მილიონით იმპორტის გადასახადის შესრულებაშიც. გადაჭარბებით შესრულდა საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე თანხები, სადაც გეგმასთან მიმართებით გადაჭარბება 71 მილიონი ლარია. ამასთან მნიშვნელოვანი 289 მილიონიანი გადაჭარბებით შესრულდა ბიუჯეტის ეგრეთ წოდებული სხვა გადასახადების მოხლი. მოგების გადასახადის ნაწილში უფრო ნაკლები ჰქონდათ ბანკებს მოგება, ვიდრე პროგნოზირებული იყო. შესაბამისად, საფინანსო სექტორიდან მისაღები მოგება იქნება მნიშვნელოვნად ნაკლები, ვიდრე შარშანი იყო. ჩვენ დაახლოებით უფრო ნაკლები დავგეგმეთ ისედაც, მაგრამ კიდევ უფრო ნაკლები იქნება წელს საფინანსო სექტორის მიერ გადახდილი თანხა, ვიდრე ეს იყო დაგეგმილი. ეს ნაწილში ძირითადად იყო იმპორტის არა იმდენის და რამდენის დაგეგმილი იყო. იმპორტის შედარებით ნაკლებად იზრდება, ძირითადად მოხმარების ნაწილში შემცირებულია იმპორტი, ამიტომ ეს რა თქმა უნდა იწვევს დღგ-ის ნაწილში იმპორტის დღგ-ის შემცირებას, თუმცა გაზრდილია ადგილობრივი დღგ-ის ნაწილის. შეეხება აქციზზე, რაც მოსალოდნელი იყო პრინციპში, არის ის, რომ გასულ წელს, როდესაც აქციზის განაკვეთები გაიზარდა თამბაქოზე, მოხდა კარგული მარაგების ფორმირება კომპანიების მიერ, ამიტომ წლის პირველ ნახევარში იყო იმპორტი უფრო ნაკლები, თუმცა წლის მეორე ნახევარში ახლა ვხედავთ, რომ დაახლოებით ყოველთვიურად 250 მილიონ ლარზე მეტია აქციზის ნაწილი, შესაბამისად წლის ბოლომდე აქ რაიმე დანაკლისს არ ვეძებთ. საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ მოსავლის მართვის კომპანიას სუბსიდიის მოცულობა გაუზარდა. დაფინანსება რთველის ფარგლებში ყურძნის შესყიდვისთვის არის განკუთვნილი. როგორც განკარგულებაში აღნიშნული, 30 სექტემბრის განკარგულებით ცვლილება შევიდა 2025 წლის 27 აგვისტოს განკარგულებაში, რომლითაც მოსავლის მართვის კომპანიას რთველის ფარგლებში 50 მილიონი ლარის სუბსიდია ეძლეოდა. ახალი განკარგულებით სუბსიდიის თანხა 75 მილიონ ლარამდე იზრდება. აღნიშნული სუბსიდია მიმართულია რთველის
ფარგლებში სახელმწიფო კომპანიის მიერ მევენახეებისგან 1 კილოგრამი საფერავის ჯიშის ყურძნის ლარნახევრად, რქაწითელისა და სხვა ჯიშის ყურძნის კი ლარდა 20 ჩასაბარებლად. თავის მხრივ, მოსავლის მართვის კომპანია მევენახეებისგან ყურძნის შესყიდვაზე და მისგან ღვინო მასალისა და საბრენდე სპირტის გამოხდაზე 100 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. აგვისტოში კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან 50 მილიონი ლარის შესყიდვაზე მიიღო გამარტივებული ნებართვა. 22 სექტემბერს კი კომპანიამ დამატებით 50 მილიონი ლარის შესყიდვის ნებართვის მისაღებად წარადგინა განცხადება, რომელზეც თანხმობა ჯერ არ მიუღია. იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ ხონის მუნიციპალიტეტში სოფელ გორდის მიმდებარედ სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. ადგილობრივი სამართალდამხოვები 5 კუბური მეტრამდე წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის სამასალე მერქნის ტრანსპორტირებას სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდნენ. ავტომანქანა დაილუქა და გადაყვანილია ხონის საქმიან ეზოში. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში. სამართალდამხოვები წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის სამასალე მერქნის ტრანსპორტირებას სანომრე ნიშნის გარეშე მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდნენ. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, მასალების შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში. საქმის კურსი ამით დასრულებულია, ეთერში ბრუნდებით 15 საათსა და 30 წუთზე დროებით.